ივანიშვილია პირველი, ვინც პატიმარმა ბაჩიაშვილმა მის გამტაცებლებს შორის დაასახელა. ანუ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის ერთ-ერთ შემსრულებლად. მისი მონაყოლის მიხედვით სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დახვდა ჯორჯია ნიარვეისის კერძო თვითმფრინავის ბორცზე, რითიც საქართველოში იძულებით ჩამოიყვანეს. რა საუბარი შედგა მათ შორის? გიორგი ბაჩიაშვილი დეტალებს ჯერ არ ამხელს. ერთადერთი გზაც დამიტოვა ჩემი საკუთარი ბედის ხელში აღება. ამაში არის მთელი უბედურება. თუმცა ესეც არის და შემდეგ მიმართა კრიმინალურ მეთოდს. მოტაცებას. იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოტაცეს. იმ მეთოდს, რომლითაც კალაძეს მოტაცეს ძმა. ზუსტად იგივე მიზნით. ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და იმ მომტაცველებს არ ჰქონდათ სახელმწიფო მიტაცებები. ყველა ნორმის დარღვევით. თავზე მეშობ წამოხარებული, მე უკანონოდ საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩავამიყვანეთ საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შედეგი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანდრი ოხანაშვილი იყოფებოდა იმ ბორდზე, რომელთაც მე მომიტაცეს. და თქვენთვის ალბათ გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანდრი ოხანაშვილი. ან სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ ახლა. მე როგორ ვიპოვა სამართალი, სად დავიცვა თავი. როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარტი ატუსული მყავს ნანახი. ბაჩიაშვილის მონაყოლის მიხედვით გამოდის, რომ ტყუის არა მხოლოდ სუსი, როცა ამბობს, რომ მსჯავრდებული სადახლოსა და წითელ ხიდს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში დააკავა. არამედ ტყუის პირადად ანდრი ოხანაშვილიც. ცოტა უფრო მეც ამხელენ ადვოკატებიც. გიორგი ბაჩიაშვილმა ბორცზე მყოფი კიდევ ერთი პირი იცნო და მისი ამოცნობაც შეუძლია. თუმცა ვინაობა და სტატუსი არ საჯაროვდება. ამავე ინფორმაციით ზედმეტი მოწმეების ასარიდებლად კერძო რეისზე ავიაკომპანიის ეკიპაჟი არ იმყოფებოდა, გარდა პილოტისა, რომელსაც მთავარ მგზავრს უმალავდნენ. ანდრი ოხანაშვილის გარდა მეორე პირი, ვისი ამოცნობაც შეუძლია, მან იცნო სახელი და გვარი იცი. ის ამ ეტაპზე მას შეუძლია ვიზუალურად ამოცნობა, რამდენჯერმე ყავს ნანახი. რა კომუნიკაცია შედგა ანდრი ოხანაშვილსა და მას შორის, ეს მოგვითხრა შეიძლება ხა ამ დეტალებზე სრულად საუბარი, თუმცა ცხადია, რომ მას ჰქონდა ეს გარემოებები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ჰქონდა ტომარა მოხდილი და შემიძლია მეტიც გითხრათ, როდესაც პილოტი გამოდიოდა და უნდა შესულიყო საპირფარეშოში, მას ეს ტომარა კვლავ ჩამოაცვეს თავზე, იმის გამო, რომ მათ შორის ვიზუალური კონტაქტი არ მოხდა. მსჯავრდებულ ბაჩიაშვილის ბრალდებების მთავარი ადრესატი ამ ეტაპზე სუსი და მისი ხელმძღვანელი არიან. არადასტორად ამ უწყებას აქვს აღებული პასუხისმგებლობა მისი გატაცების საქმის გამოძიებაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი სკანდალური განცხადების შემდეგ ამ საქმესთან უსაფრთხოების სამსახურსაც და ანდრი ოხანაშვილსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვს. პროკურატურა კი გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს. როდესაც განცხადება შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში, დეტალურად არის აღწერილი წუთობრივი სიზუსტით, როდის რა ვითარებაში იმყოფებოდა, როდის ჰქონდა მას ხილვადობის არე, რა პერიოდში არ ჰქონდა დაფარული სახე და ასე შემდეგ. მათ შორის მითითებულია იმ პირების ვინაობის შესახებ, ვისი ამოცნობაც მან მოახერხა. ვისი ამოცნობა მოახერხა? დღეს განაცხადა ერთ-ერთი მათგანი, დანარჩენს, როდესაც ჩათვლის მიზანშეწონებად განაცხადებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამ დრომდე მის პოზიციაზე რჩება და გატაცების ვერსიას არ აღიარებს, გიორგი ბაჩიაშვილის დღევანდელ განცხადებას ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებს. ანდრი ოხანაშვილი, რომ მძიმე ბრალდებას დაადასტურებს, ამის მოლოდინი მის პოლიტიკურ ოპონენტებს არც აქვთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სუსის უფროსი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით დანაშაულს არ ჩაიდენდა. დარწმუნებულები არიან, რომ ბაჩიაშვილის გატაცების საქმეზე ქართული ოცნების პირობებში სიმართლე არ გაირკვევა. ჩვენ თვლით, რომ ის არ არის მინისტრი, იმიტომ რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლებაა, მაგრამ სულ რომ მინისტრი იყოს და ამას აკეთებს, ჩვეულებრივი ტერორისტი ყავს, ეხლა ჩვენ ვითომ სუსის უფროსად. ტერორისტია ეს კაცი და ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი ამ რანგის და ამ დონის დავალებებს აძლევს უშუალო ხელმძღვანელებს. ესეც არის ნათელი დასტური მისი მოქმედების სფეროს. ისინი ყველა ფიქრობენ, რომ ვალში არიან ივანიშვილთან, იციან, რომ ივანიშვილის გარეშე არაფერს არ წარმოადგენენ და ივანიშვილის სამსახური და თავის გამოჩენა ბჭყალებში სამადლო საქმედ ითვლება ალბათ. ეს არის ძალიან დაბალი დონეა და ასე ნორმალურ ქვეყნებში ასე არ იქცევიან.
საქართველოში იძულებით ჩამოყვანილი ბაჩიაშვილის ყოველი გამოჩენა მის სავეს ხდომებზე სკანდალური განცხადებებით სრულდება. სწორედ სხდომათა დარბაზში მოყვა, როგორ გაიტაცეს სხვა სახელმწიფოდან, სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თვალებ ახვეული და იძულებით ჯორჯიან იარვეისის კერძო რეისით თბილისში ჩამოიყვანეს. დანაშაულის დამკვეთად კი ბიძინა ივანიშვილი პირველივე შესაძლებლობისთანავე დაასახელა. ბევრ კითხვას ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩეველი, რომელსაც მისი ბიტკოინების მითვისების საქმეზე 11 წელი აქვს მისჯილი, ჯერ ღიად ტოვებს. ამბობს, რომ დეტალებს პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში ყვება. თუმცა საგამოძიებო უწყება მისი გატაცების საქმეზე გამოძიებას ჯერ არ იწყებს.